პატარა უკრაინას ეძახდნენ რა ბევრი პური მოდიოდა. 65 კომპლექსი თვლიდა რაღაც. ახლა მუდმივად 2 ვართ. ძროხაც არ არსებობს. ხალხი არ ედა ძროხა ვისეყოლება. წავიდნენ ახლა ზოგი დაიხოსა, მაგრამ ახალგაზრდობა არ მოდის ინაცვალ და რა ვქნათ. არიან ქალაქში და არ მოდიან. თუ არავინ მოგვემატა დაიცლება, თუ არავინ მოვიდა, მე რამდენი ხანი ვიქნები, ანის ოჯახი. ბევრია რა ასე, ბევრი ასე დღეში, მაგრამ ეს ძალიან არის ეს სოფელი. წყალი არ არის. ეზოებში ხო არავის წყალი არ აქვს. აი წყალი რო გადმოერთ, იქ რო არის წყალი და ეშორებათა და არავინ ზაფხულზედაც უჭირთ მოსვლა, წყალი არ არისო და იმიტომ. ჩემს სახლის 1-2-3 კილომეტრი კიდე ადის ზევით. მაგრამ ზაფხულზე იქაც არავინ არ მოდის. ამ უბანში კიდე მოდის ზაფხულში 1-2-3. ზევით არავინ მოდის, ერთი ოჯახი მოდის მარტო. იქ უფრო ცუდი გზა არის კიდე. იქ მანქანებს უჭირთ ასვლა. ახლა იმიტომ შევქმნიდან გავაკეთებ თო გზას. ღორებრო მომრავლდება, მე გაჩნდება დაავადება, რაღაცა იხოცებიან. 2 წლის წინ 35 ორი მოვგდა მეზობელს და გვესმის მეზობელ სოფელში ქვემოთ იხოცებიან. და მოსავალი აღარ მოდის. ყვახი რო ყვახი, ადრე იმდენი ყვახი მოგუდიოდა, აქაც წყალები მქონდა. რა ვიცი, რატო არ მოდის? ლობიო ჭიანდება. იმდენი ლობიო, ესე იგი, რომ მოგვივიდა წელს, ხო? წელს მოგვივიდა ლობიო. დაჭიანდა, რატო დაჭიანდა, რა ვიცი. ადგა ჩემი შვილმა გადაყარა. უნდა შეუწყოს ხელი მთავრობამ. მთავრობა რო უწყობდეს ხელს, ამ ხალხს, ეს ხალხი კი არ გადაიხვეწებოდა. არ გადაიხვეწებოდა არსად. აქ იქნებოდნენ სულ ყველა. არ უწყობენ ხელსა და იძულებულს ახდებიან, ესაც წოდავი ხალხი სულ ყველა. მე ბებერი ვარ, მე აღარ უნდა გავაკეთო, მაგრამ ვინც ახალგაზრდა არის, იმიტომ აღარ აჩერდება. არ შეუწყეს ხელი და ერთი საერთო ავტობუსი არ დაგვინიშნეს თვეში ერთხელ, ვინცა ვარ, თვეში ერთხელ, რომ ჩემი შვილი წევიდეს და პროდუქტი ამოიტანოს. მიდის და 30 ლარი უნდა აუცილებლად ამორლაუში ჩასვლა ამოტანას. 30 ლარს რო იმას იმისემ და 200 ლარი გვაქვს ახლა 240 ხო, რაცა გვაქვს, ხო. ხო, ის 240 რაში უნდა ვწიოთ? გზის ფულად თუ რათი, მითხარ, რათი ვერ არსებობს.